Aga არსებობს არც დეპრესია, არც სტრესი, არც შფოთვები. ყოველთვის როცა რთული დღე გელოდება წინ, ხე სივრცის აბაზანი დაიწყო. მე ვარ გიორგი ლაზარიაშვილი, ქართველი აისმენი. ახლა მივდივართ მეძიმნას ჩანჩქერისკენ, რახან ბათუმში ძალიან დათვა და ტემპერატურა აიწია როგორც ჰაერის, ასევე ზღვის. გადავწყვეტ რომ ქედა შემოსულიყავი და შესაბამისი ტემპერატურის ცივი წყალი მენახა, რომ ჩავსულიყავი და ცივი წყლის აბაზანა იქ მემეღო. წავედით. ახლა ისეთ ენერგიაზე ვარ, 1-200 დაღმაღაც კიდე ამოვირბედი. 3 წელია უკვე ვცხოვრობ ესტონეთში, სადაც თითქმის შეიძლება ითქვას, რომ 6 თვე ღამეა და 6 თვე პირიქით დღეა და არ ღამდება. ამიტომ ძალიან რთულია საქართველოსნაირი კლიმატის და პირობების შემდეგ წავხვიდე ჩრდილოეთში და იცხოვრე ესეთ პირობებში. და ზუსტად ამ პირობებში მივხვდი, რომ ადამიანები იყვნენ დაკავებული ისეთი აქტივობით, რომლითაც ისინი თავს უბედურად საერთოდ არ გრძნობდნენ. და ეს იყო ცივი წყლის აბაზანები. მაშინ როცა სხვა ადამიანები ჩადიოდნენ ზღვაში, ესე ასე ვთქვათ, ვიგრძენ ის, რომ მენტალურად მეც მინდოდა ეს გამომეცა და ეს გამოწვევა. და როცა 2 წლის წინ ეს პირველად გამოჩნდა და მივხვდი, რომ ეს იყო ისეთი გამოცდილება, რომლის შემდეგაც სულ სხვანაირად ვიგრძენი თავი. მართლა შემიძლია ვთქვა, რომ პირველ რიგში შინაგანი სიმშვიდე ვიპოვე. გამიუმჯობესა პასუხისმგებლობის უნარიც კი, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. და რაც მთავარია, ვისწავლე როგორ გადავახო სირთულეები. ცივი შოკია ორგანიზმისთვის. ამ გარემოში გონება პანიკაში ვარდება. ბიჭო, ცივი შხაპი არ გამაციებსო, კითხულობენ და რა უპასუხო. უკვე 1 წელია, რაც ტალინში ცივი წყლის თერაპიის ინსტრუქტორი გავხდი და ეს პროცესი პირველ რიგში რა თქმა უნდა არის პრაქტიკაზე დამოკიდებული და გარდა პრაქტიკისა მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნაც, რაც თავისთავად ჰაერიდან არ მოსულა. პირველად დავიწყე ვიმ ჰოფის კლინიკური ექსპერიმენტების კითხვა, რომელიც არის აისმენი, რომელიც სოფლიოში ცნობილი ადამიანია და დაამტკიცა არაერთხელ კლინიკურად, რომ სიცივე არა ისეთი მავნე, როგორიც შეიძლება ზოგადად სტერეოტიპულად არის ცნობილი და არსებობს კლინიკური ექსპერიმენტები და კლინიკური ფსიქოლოგების წიგნები და სამწუხაროდ არც ერთი არ არის ქართულ ენაზე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტვინის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება ამ პროცესში. როცა გადავწყვიტე, რომ საჯაროდ დამეწყო ამ აქტივობის გაზიარება, პირველი რაც თავში მომივიდა, ეს იყო ქართველებს როგორც წესი სტერეოტიპულად არ გვიყვარს კომფორტ ზონიდან გამოსვლა. და ალბათ მეც მათ შორის ერთ-ერთი ვიყავი, ვისაც გარკვეულწილად ეს რაღაცნაირად სულ თანსდევდა ხოლმე, რომ რაღაც მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ყოველთვის იწყებოდა ორშაბათიდან ან ხვალინდელი დღიდან. ამიტომ მე გამოვედი, ასე ვთქვათ, იმ ადამიანის როლში, ჩემი კონტენტთან ერთად, რომელიც რაღაცნაირად აწვება ადამიანებს, რომ დაიწყო ნებისმიერი რამ და ცივი წყალი ამ შემთხვევაში არის საშუალება. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი. ამ ყველაფრის ალბათ ფილოსოფიური მხარე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს იყო კარლ იუნგის ფსიქოანალიზში არსებობს გმირის არქეტიპი, რომელიც ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს გასავლელი გმირის გზა. ეს არის თავისთავად დაბადებიდან არაცნობიერ მდგომარეობაში, შემდეგ სირთულეების გავლა, აუცილებლად ტრანსფორმაცია და შემდეგ საკუთარ თავთან დაბრუნება. და ჩემი მთავარი მიზანიც ეს იყო, რომ ზუსტად ეს სირთულეები, რაც უნდა გამევლო ცხოვრებაში, გამევლო პირველ რიგში გაცნობიერებულ და განზრახ. და ამიტომ ჩემი მთავარი ფრაზა, რომელსაც ბევრი ადამიანი იმტაცებს, არის ის, რომ ეწვიე სტრესს, სანამ სტრესი თავად გეწევა. ანუ ყოველ ჯერზე, როცა შენ თავს გაცნობიერებლად მიიყვანს სირთულეში, შენი თავი, შენი გონება უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს იქნება იმასთან, რომ სხვა სირთულეები ზუსტად იგივენაირად გადაახო. კომფორტი არ არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა.
კომფორტი არ არის ჩვენი მიზანი, კომფორტი არის ჯილდო, რასაც ჩვენ ძალისხმევის შედეგად ვაკეთებთ და მე ამას მივხვდი, რომ რაღაცა ძალისხმევა უნდა გავიღო, რომ კომფორტი მივიღო. და სულ ამას ვამბობ, რომ თუ კი გინდა რომ შენი თავი უბრალოდ დასაჯო და გაანადგურო, სიამოვნება უნდა მიიღო ძალისხმევის გარეშე. და ეს შეეხება ყველაფერს, ჯანსაღყვებას, ვარჯიშს, მენტალურ ჯანმრთელობასაც. აქ გადის ზუსტად თავი ბრძოლა და ამიტომ არის ამდენი ადამიანი დეპრესიაში, ფოთოებში და უბრალოდ ენერგიის გარეშე, რომ ჩვენი გონება არ არის მზად ამ დოზის კომფორტისთვის. და აქ რეალურად ფიზიოლოგიურად ხდება ჰორმონული ცვლილებები. ეს კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ამ დროს გამოიყოფა ადრენალინი, ნორადრენალინი, გამოიყოფა მოტივაციის ჰორმონი დოპამინი. და ზუსტად დოპამინი არის, დოპამინის მოზღაობილი დოზა არის ის, რაც დღეს მუდმივად სკროლას მოაქვს და ამდენი ტკბილეული, ამდენი კომფორტი. და ეს არის უდიდესი ეპიდემია, რომელთაც მე დავიწყე ეს ყველაფერი და ზუსტად ეს ეპიდემია იყო მიზეზი, რამაც მე შემაწუხა. და მივხვდი, რომ მინდა რომ ქართველებში ეს მენტალური სიმტკიცე და დისციპლინის სიყვარული და საკუთარი თავის მიერ სირთულების გადალახვის პროცესი იყოს მთელი ამ ცხოვრების რაღაცარი მიზანი და არა რაღაცნაირი ამისგან გაქცევის მთელი გზა. ანუ ცხოვრება უნდა იყოს სირთულების გადალახვა და ამის შედეგად მიღებული ჯილდო.